პროგრამირებაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მაძლევს თავისუფლებას, არის განვითარებადი პროფესია და შემიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვიმუშაო დისტანციურად. მე გახლავართ ნატალია ქავთარაძე, სწავლობ front-end development-ს, კერძოდ React-ის მიმართულებით Skillwell-ში. პროგრამირებამდე ჩემი გზა ტრადიციული არ ყოფილა, პროფესიით ვარ მუსიკოსი და წლების განმავლობაში ვიმუშავე ხელოვნების სფეროში. შემდეგ დავინტერესდი ბიზნესით და ეკონომიკით. ვიმუშავე რამოდენიმე წელი ერთ-ერთ კომერციულ ბანკში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში, თუმცა მივხვდი, რომ ეს რუტინული საქმე ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო და სულ ვეძებდი ისეთ სფეროს, რომელიც ესეთი განვითარებადი იქნებოდა და თანამედროვე სამყაროსთან მჭიდრო კავშირში. და ეგ სფეროს რაც შეეხება, ყოველთვის იყო ჩემი ინტერესთა არეალში. პარალელურად დავიწყე საკუთარი ბიზნესი. სწორედ ბიზნესის წარმოების პროცესში მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ციფრული პროდუქტები, ტექნოლოგიური აზროვნება და მინდოდა ყოფილიყავი არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ თვითონ შემექმნა პროდუქტი. თავიდან ჩემი ძალებით დავიწყე ინტერნეტში მოძიებული რესურსებით შევისწავლე HTML, CSS, JavaScript-ის საბაზისო თემები, თუმცა თვით დისციპლინა არ აღმოჩნდა საკმარისი სირთულების გასამკლავებლად და საჭირო იყო უფრო კომპლექსური სწავლა. Skillwell-ის შესახებ შევიტყვე სოციალური ქსელიდან, დავრეგისტრირდი და ვსწავლობ სრულიად 100%-იანი დაფინანსებით. ამ ეტაპზე გავდივარ front-end development-ს, კერძოდ advanced React-ს. სწავლის ეტაპზე ვარ. შესასწავლი მაქვს სერვერთან კომუნიკაცია, სერვერის დარენდერება, მონაცემების მიღება, გაგზავნა, დებაგინგი, ტესტირება და ასევე React Native. სწავლების პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ყოველი ახალი თემა შეგვიძლია პრაქტიკაში დანერგო და როდესაც ხედავ შენს მიერ დაწერილი კოდი რეალურ შედეგს იძლევა, ეს ძალიან მამოტივირებელია ჩემთვის. ასევე ძალიან საინტერესოა და კომფორტულია ჩემთვის სრულიად ონლაინ სწავლება. ყოველი ჩატარებული ლექცია იტვირთება Skillwell-ის პორტალზე. ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას ვიღებ ჯგუფური სამუშაოების დროს, რადგან რეალურ პროექტებთან მიწევს შეხება და რეალურ პრობლემებს ვეჯახები და ამ პრობლემების აღმოსაფხრელად და გადასაწყვეტად ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდები პროფესიულად. ამ ეტაპზე აქტიურად ვსწავლობ React-ს, რამოდენიმე პატარა პროექტებიც მაქვს გაკეთებული და სხვათა შორის აღმოვაჩინე საინტერესო მუსიკასა და პროგრამირებას შორის. ორივე მოითხოვს ისეთ კომპლექსურ აზროვნებას, დეტალებზე ყურადღებას, კრეატიულ აზროვნებას და მაღალ ემოციური ინტელექტს და კომპოზიციაში სასია, როდესაც ერთი ნაწილი არასწორია, მთლიანობა და ჰარმონია ირღვევა. ასევეა კოდშიც. ერთი არასწორი წერტილმძიმეც კი იწვევს კოდის არასწორ მუშაობას და ბაგს. საომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა გავხდე full stack developer-ი, შევისწავლო back-end-ის ენაც და შევქმნა ისეთი პროდუქტები, რომელიც არა მხოლოდ მე გამიადვილებს საქმეს, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც გამოსადეგი იქნება. ასევე ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის ხელოვნური ინტელექტის და შემოქმედებითი სფეროების კვეთა და სწორედ ეს ამ მიმართულებით მინდა მომავალში მუშაობა. ძელვადიან მიზნებს რაც შეეხება, უფრო ამბიციური მიზნები მაქვს. მინდა შევქმნა ისეთი ღირებულება და ვიდგე იმ ადამიანების გვერდზე, იმ ქალბატონების გვერდზე, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიებში მომავალს.